ეხლა ვნახოთ გრაფიკული დიზაინის პლატფორმა Canva-ში, როგორ შეიძლება პრეზენტაციაში მონაცემების გამოსახვა დიაგრამის სახით. ესე იგი, ვქმნით რაღაც პრეზენტაციას და ვთქვათ, რომელიღაც სლაიდზე, ან რამდენიმე სლაიდზე გვინდა რომ ჩავსვათ რაღაც დიაგრამა, რომელიც რაღაც რაოდენობრივ მონაცემებს გამოსახავს. ამისათვის შევიდეთ ამ საიტზე, ასე პლატფორმაზე, გრაფიკული დიზაინის პლატფორმა Canva-ზე. აი ეს არის საწყისი გვერდი. მოდი შევცვალოთ ენა, გადავიყვანოთ ქართულზე. ეს ხდება აქედან პარამეტრები და შემდეგ აი აქ ენა, აქედან მივჭერთ ქართულს. ეს არის მთავარი გვერდი. ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა პრეზენტაციის შექმნა. პრეზენტაციის შექმნა შეიძლება პირდაპირ აი აქედან. ესე იგი, ავირჩიოთ პრეზენტაციები. ან პირდაპირ შესაძლებელია, ეს არის მენიუ, საიდანაც შეიძლება ავირჩიოთ სხვადასხვა სახის დიზაინი. ამ შემთხვევაში პირველივე არის პრეზენტაცია. ესე იგი, ვირჩევთ პრეზენტაციებს და ავირჩიოთ პირველივე, ეს არის პრეზენტაცია, ჩვეულებრივი პრეზენტაცია. აქ არის სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციები. მათ შორის არის განსხვავება, თუ დავაკვირდებით, აი აქ ზომებია მითითებული და არის ზომებს შორის არის ძირითადი განსხვავება. ესე იგი, იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებისთვის იქმნება ეს პრეზენტაცია. ესე იგი, ამ შემთხვევაში უბრალოდ ვირჩევთ აი ამას, ჩვეულებრივად პრეზენტაციას. და დავუშვათ აი ასეთი მაგალითი განვიხილოთ. ვთქვათ, გვაქვს რაღაც სასტუმრო და გვინდა პრეზენტაციაში გამოვსახოთ ამ სასტუმროს შემოსავლების შესახებ მონაცემები გრაფიკულად. ესე იგი, გრაფიკულად, ვთქვათ, შეიძლება იყოს წრიული დიაგრამა, შეიძლება იყოს სვეტოვანი დიაგრამა, მაგრამ რაც თავარია ეს გრაფიკები, დიაგრამები იქნება დაკავშირებული რაღაც მონაცემებთან. მოდი შევქმნათ პირველი და მეორე რაღაც სლაიდი, ზოგადი სლაიდი ამ სასტუმროს შესახებ და შემდეგ დავამატოთ სლაიდები, სადაც იქნება დიაგრამები დანარჩენ სლაიდებზე. ესე იგი, გვაქვს აი ესეთი ორი სლაიდი. პირველი სლაიდი ეს არის დასახელება, სასტუმროს დასახელება არის მასზე გამოსახული. ვთქვათ, სასტუმროს ქვია ალპური მდელო. ეს არის რაღაც პირობითად, ეს არის რაღაც სასტუმრო, რომელიც მთაშია განლაგებული, დავუშვათ. რა არის ხო ამ სლაიდზე? ამ სლაიდზე არის ფონური სურათი, რაღაც სურათი, რომელიც შეიძლება ავტვირთოთ კომპიუტერიდან, შეიძლება ავარჩიოთ აი აქედან, სადაც არის ნიმუშები, რომელიღაც სლაიდი, რომელსაც ექნება ესეთი ფონი და შემდეგ ამ სლაიდზე ეს ტექსტი შევცვალოთ. ეს არის ტექსტი, რომელიც ტექსტური ველი, რომელშიც ჩავწერთ ჩვენთვის სასურველ ტექსტს. ამ შემთხვევაში წერია სასტუმროს დასახელება. და არის მეორე სლაიდი, რომელზეც არის კიდევ რაღაც სხვა ფონური სურათი და დავუშვათ რა სერვისებს თავაზობს ეს სასტუმრო. ვთქვათ, ეს არის ამ შემთხვევაში სტანდარტულად სერვისი, ეს არის ნომრების გაქირავება, არის რესტორანი, ბარი, კონფერენციები და ვთქვათ, არის კიდევ ერთი ასეთი სერვისი, გართობა, ასე ვთქვათ, ეს არის ჯორმარდობა. შეიძლება იყოს კიდევ ბევრი სხვა სერვისი, ამ შემთხვევაში ჩვენ შემოვიფარგლებით ამით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მაგალითის ჩვენება, როგორ შეიძლება დიაგრამის ჩასმა და ამიტომ საკმარისია ეს 4
4 სერვისი, თუმცა რეალურად შეიძლება უფრო დეტალურად იყოს სერვისები აღწერილი და მათთან დაკავშირებული ხარჯები თუ შემოსავლები. ესე იგი, გვაქვს ეს ორი სლაიდი და შეგვიძლია დავამატოთ კიდევ სლაიდი, სლაიდის დამატება ხდება აი აქ ამ პლუს ნიშანზე დაჭერით. და ვთქვათ, გვაქვს წინასწარ გამზადებული რაღაც ცხრილი, რომელშიც არის ამ სასტუმროს შემოსავლები თქვათ წლის განმავლობაში აი ამ 4 სხვადასხვა სერვისიდან. აი ვნახოთ ერთ-ერთი რომელიღაც ასეთი ცხრილი, რომელიც წინასწარ არის გამზადებული. აი ეს არის აი ესეთი ცხრილი. ეს არის უბრალოდ Google-ის ცხრილი, რომელშიც არის ის 4 სერვისი, რომელსაც თავაზობს სასტუმრო, სტუმრებს და თითოეული მათგანისთვის ამ ცხრილში არის აღწერილი თითოეული მათგანისთვის არის გამოსახული თუ რა შემოსავალი აქვს ყოველ კვარტალში რომელიღაც წლის განმავლობაში თითოეულ ამ სერვისს. და გვინდა ახლა ჩვენ რომ ეს ცხრილი გამოვსახოთ ჩვენ პრეზენტაციაში, რომელიც არის სასტუმროს პრეზენტაცია, გამოვსახოთ გრაფიკულად. თქვათ, დავამატოთ ახლა ერთი სლაიდი და ამ სლაიდზე გამოვსახოთ წლის განმავლობაში რა შემოსავალიც იყო თითოეული აი ამ სერვისიდან. ანუ აი ეს სვეტი გამოვსახოთ წრიული დიაგრამის სახით. ესე იგი, იმ წრიულ დიაგრამაზე იქნება გამოსახული პროცენტულად რომელი სერვისიდან რამდენი პროცენტია შემოსავლების. ერთ-ერთი მარტივი გზა ამის გასაკეთებლად არის აი უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია აქ დავამატოთ ერთი ფურცელი. თქვათ და ეს პირველი სვეტი, სადაც არის დასახელებები. გადავიტანოთ ამ ფურცელზე ცალკე. და ასევე გადავიტანოთ იმ ფურცელზე აი ეს ბოლო სვეტი, სადაც არის ჯანური შემოსავლები წლის განმავლობაში თითოეული სერვისიდან. ახლა მივახციოთ ყურადღება, რომ აქ წერია ფორმულით წერია ეს ჯამები არის გამოთვლილი ფორმულის საშუალებით. ამიტომ, როდესაც აქ ვაკოპირებთ, უნდა ჩავსვათ რედაქტირება და საგანგებო ჩასვა და მხოლოდ მნიშვნელობები. ესე იგი, ჩავსვათ მხოლოდ მნიშვნელობები. ესე იგი, გვაქვს აი ესეთი ცხრილი, რომელშიც არის შეჯამებული წლის განმავლობაში სხვადასხვა სერვისიდან მიღებული შემოსავალი. და ეს გვინდა ახლა გამოვსახოთ აქ ჩვენ სლაიდზე დიაგრამის სახით. აქ არსებობს Canvas აქვს, ესე იგი, აი ამ მენიუში, ვერტიკალურ მენიუში აქვს ერთ-ერთი სექცია, რომელსაც ქვია ცხრილები, ეს არის ქართულად ცხრილები ქვია. ინგლისურად აქ თუ ინგლისურ ენაზე გვექნება, ამას ეწერება აქ charts. ამ შემთხვევაში ამას ქვია ცხრილები, ასეა ნათარგმნი და ამას მივაქციოთ ყურადღება. აი ვირჩევთ ამ ცხრილებს და ვთქვათ, ვირჩევთ აქედან არის სხვადასხვა სახის დიაგრამა. ერთ-ერთი არის წრიული დიაგრამა და უბრალოდ ვაჭერთ ამ წრიულ დიაგრამას, რომელიც გამოისახება ამ სლაიდზე. ამ შემთხვევაში ეს წრიული დიაგრამა შეესაბამება რაღაც მონაცემებს, რომელიც არის ავტომატურად დაგენერირებული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს წრიული დიაგრამა დავუკავშიროთ აი ამ ცხრილს, რომელიც ნახეთ ცოტა ხნის წინ და რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი თავისი დასახელებებით გადავიტანეთ ცალკე ფურცელზე. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ახლა ის დიაგრამა დავუკავშიროთ ამ ცხრილს. აი ამისთვის ეს არის აქ არის აი ესეთი ღილაკი, რომელსაც ქვია Google-ის ცხრილების მეშვეობით დაკავშირება, ცხრილებთან დაკავშირება
ინგლისურად თუ იქნება, ამას ქვია connect to Google Sheets, რაღაც ამის გავსი, ამ შემთხვევაში ამას ვაჭერთ. ადვილი მისახვედრია, სად არის ეს და ამას ვაჭერთ და პირდაპირ შემდეგ ვირჩევთ ანგარის, ჩვენი Google-ის ანგარის, სადაც არის ის ცხრილი, რომელიც შევქმნით, წინასწარ გამზადებული ცხრილი. აი ეს არის ეს ცხრილი, შეიძლება ესე ადვილად ვერ მოვძებნო, თქვათ, თუ ის ცხრილი დიდი ხნის წინ არის შექმნილი, სადღაც იყოს რომელიღაც ფოლდერში და აქ არ გამოიტანოს. ამ შემთხვევაში პირდაპირ გამოაქვს აქ და არ გვიწევს ძებნა ამ ფოლდერებში. ესე იგი ვირჩევთ ამ ცხრილს სასტუმროს შემოსავლები. და როგორც ვიცით, ამ ცხრილს აქვს ორი ფურცელი, ერთი ფურცელი, აქ კიდევ მეორე ფურცელი და ეს პროგრამა გვეკითხება ამ შემთხვევაში თუ რომელი ფურცელი გვინდა რომ დაუკავშიროთ ამ დიაგრამას. და აი აქ არის ეს ჩამოშლადი მენიუ, საიდანაც ვირჩევთ ამას, მესამე ფურცელი ქვია იმ ცხრილს, რომელზეც გადავიტანეთ წლის განმავლობაში შემოსავლები. ასევე უნდა მივუთითოთ დიაპაზონი. ესე იგი, დიაპაზონის მისათითებლად შეგვიძლია უბრალოდ მოვუნიშნოთ ეს დიაპაზონი და აი აქ დაიწერება მისი მისამართი, შემდეგ აქედან დავაკოპიროთ და ჩავსვათ იქ, სადაც უნდა რომ ეს მონაცემები ჩაიწეროს, უბრალოდ დიაპაზონის მისამართი ჩაიწეროს და დავაჭიროთ შემდეგ განახლებას. და აი ის მონაცემები გამოისახება აქ ამ დიაგრამაზე. ესე იგი, თითოეულ სერვისს რა შემოსავალი აქვს პროცენტულად, რამდენ პროცენტში ადგენს იმ სერვისის მიერ მოტანილი შემოსავალი წლის განმავლობაში გამოისახა აი ამ წრიულ დიაგრამაზე. ეს დიაგრამა შეგვიძლია დავაფორმატოთ, კერძოდ აქ არის იმის საშუალება, რომ შეგვიძლია ვთქვათ, შრიფტის ზომა შევცვალოთ, შრიფტის ფერი შევცვალოთ. შეგვიძლია ფერები შევცვალოთ, დავუშვათ, შეიძლება ფერი შევცვალოთ ამას. აქ არის ფერების სქემა, ამ შემთხვევაში ეს არის რომელიღაც სქემა ფერების და თუ ავირჩევთ სხვას, ეს სქემად შეიცვლება იმ ფერის გრადაცია იქნება, რომელ ფერსაც შევარჩევთ. აი მივიღებთ ასეთ დიაგრამას. ასევე შესაძლებელია რაღაც სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებიც მოვარგოთ ამ დიაგრამას, თუ როგორ უნდა გამოჩნდეს, როცა ამ სლაიდზე გადავალთ ეს დიაგრამა. ეხლა დავაკვირდეთ ასეთ რამეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მონაცემები, რომელიც არის დაკავშირებული აი ამ დიაგრამასთან, შეგვიძლია რა თქმა უნდა შევცვალოთ და სხვა მონაცემები ავიღოთ, მაგრამ გარდა ამისა არის საშუალება, რომ ეს მონაცემები ამასთან აღარ იყოს დაკავშირებული, ესე იგი მიბმა გავაუქმოთ. თქვათ, გავაუქმეთ მიბმა და ვნახოთ რა მოხდება. ამ შემთხვევაში დიაგრამა არ შეიცვლება, ისევ დარჩება ისეთივე დიაგრამა, უბრალოდ მონაცემები გადმოვა აი აქვე კანვაში, გადმოვა შიგნით ამ სამუშაო არეზე, აი ასეთი ცხრილის სახით და შეგვიძლია აქვე შევცვალოთ ეს მონაცემები. ესე იგი, მისი რედაქტირება უკვე შეიძლება თვითონ კანვას სამუშაო არეზე პირდაპირ. ესე იგი, ეს არის შეჯამებული მონაცემები წლის ბოლოს შემოსავლების შესახებ. მაგრამ დავუშვათ, ჩვენ გვინდა კიდევ დავამატოთ ერთი სლაიდი, რომელზეც იქნება უკვე ნაჩვენები ეს მონაცემები დინამიკაში. ესე იგი, როგორ იცვლებოდა ეს განაწილება ან თვითონ რეალურად აბსოლუტური მნიშვნელობები მონაცემების კვარტალების განმავლობაში.
ამისათვის დავამატოთ კიდევ ერთი სლაიდი და შემდეგ აი ამ ცხრილების ჩანართიდან ავირჩიოთ სვეტოვანი დიაგრამა. დავუშვათ აი ეს არის სვეტოვანი დიაგრამა და ეს ავირჩიოთ აქედან. ეს არის სვეტოვანი დიაგრამა. პროგრამამ ავტომატურად რაღაცა მნიშვნელობები მიანიჭა უკვე შესაბამის მონაცემებს და რაღაცა დიაგრამა ავტომატურად გამოისახა. ეს მონაცემები აქვე ჩანს აი ამ ცხრილის სახით. და ისევე როგორც წინა შემთხვევაში შეგვიძლია აქ ხელით ჩავწეროთ ეს მონაცემები და ეს დიაგრამა მიიღებს შესაბამის ფორმას. იმის მიხედვით თუ რა მონაცემებს ჩავწერთ აქ. მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში აქაც შეიძლება რომ ეს დიაგრამა, ეს გრაფიკი დაუკავშიროთ რაღაც წინასწარ გამზადებულ Google-ის ცხრილს. ეს ხდება ისევ აი ამ ღილაკის საშუალებით. ესე იგი, აქაც ვირჩევთ ცხრილს სასტუმროს შემოსავლები და ამ შემთხვევაში ვირჩევთ პირველ ფურცელს. ეს არის პირველი ფურცელი, რომელზეც არის აი ეს მონაცემები კვარტლების მიხედვით. ხოლო აი ამ ველში უნდა მიუთითოთ ისევე როგორც წინა შემთხვევაში დიაპაზონის მისამართი. დიაპაზონის მისამართი შეიძლება მიუთითოთ ასე, გადავიდეთ ამ ცხრილში და უბრალოდ მოვნიშნოთ ეს დიაპაზონი, სადაც არის ნაჩვენები შემოსავლები კვარტლების მიხედვით. აი აქ ჩაიწერა ამ დიაპაზონის მისამართი, აქედან ვაკოპირებთ და ვსვამთ ამას აი ამ ველში და ვაჭერთ განახლებას. აი როგორც ხედავთ, დიაგრამამ შეიცვალა ფორმა, მაგრამ ახლა დავაკვირდეთ, აქ დაჯგუფებულია მონაცემები არა კვარტლების მიხედვით, არამედ სერვისების მიხედვით. ჩვენ გვინდა რომ იყოს დაჯგუფებული კვარტლების მიხედვით. ესე იგი, აქ ეწეროს ამ ჰორიზონტალურ სვეტზე პირველი კვარტალი, მეორე კვარტალი და ასე შემდეგ. აი ამისთვის აქ არის აი ესეთი საშუალება ამის შეცვლის, ეს არის პარამეტრების ჩანართი, რომელზეც გადავალთ და არის ორი ვარიანტი, სვეტები იყოს სერიებად თუ რიგები, ანუ მწკრივები იყოს. ანუ როგორ იყოს დაჯგუფებული ეს მონაცემები, ამ შემთხვევაში ვირჩევთ მწკრივებს, ანუ რიგებს. და როგორც ხედავთ, მონაცემები დაჯგუფდა მწკრივების მიხედვით. ეს არის პირველი კვარტალი, მეორე კვარტალი, მესამე კვარტალი, მეოთხე კვარტალი და შესაბამისი სერვისი გამოსახულია აქ უბრალოდ რაღაც ფერით. შეგვიძლია ამ შემთხვევაში ფერების სქემაც შევცვალოთ. ესე იგი, აი აქ ეს ფერი, რომელიც ამ სვეტში ესაბამება, ეს არის აი ეს ფერი. თქვა შეგვიძლია ეს ფერი შევცვალოთ. ეს არის შემოსავლები ნომრების გაქირავებიდან. ნუ, თქვა შეგვიძლია ეს ფერი იყოს უფრო თვალშისაცემი და ავირჩიოთ რომელიღაც ფერი, თქვათ ეს ფერი. აი ეს არის შემოსავლები ნომრების გაქირავებიდან. ასევე შეგვიძლია სხვა ფერებიც ვცვალოთ აქედან. და თუ გვინდა შეგვიძლია დავურთოთ რაღაც ლეგენდა, ვთქვა თითოეული ფერი, რომელიც სერვის შეესაბამება, გვერდზე მიუწეროთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ უბრალოდ ტექსტური ველები, ავირჩიოთ ტექსტი და ვთქვათ შევარჩიოთ, შემდეგ დავუშვათ ქვესათაური აქ ჩავსვათ. ქვესათაურის ფორმატში იყოს, ვთქვათ, ეს იყოს ნომრების გაქირავება. და ამ ტექსტს შეგვიძლია შევცვალოთ ზომა, ვთქვათ, არ იყოს ასეთი დიდი, ასევე შეგვიძლია თვითონ დიაგრამის ზომაც შევცვალოთ.
და ტექსტს მივცეთ ისეთი ფერი, რომელიც შესაბამის სვეტს აქვს. და ჩამოვწეროთ ყველა სხვა სერვისის თავისი ფერის მიხედვით, იმ ფერის მიხედვით, რომელიც არის თვითონ ამ დიაგრამაზე შესაბამისი სვეტის ფერი. აი, საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სლაიდი. ამ სლაიდზე არის დიაგრამა, რომელზეც ნაჩვენებია კვარტლების მიხედვით წლის განმავლობაში თითოეული სერვისიდან როგორია შემოსავალი, თან შეგვიძლია ამ დიაგრამაზე დავაკვირდეთ, თქვათ, კვარტლების მიხედვით როგორ იცვლება თითოეული სერვისიდან შემოსავალი. ანუ დავინახოთ დინამიკაში და გვერდზე არის ლეგენდა, ეგრეთ წოდებული ლეგენდა, რომელზეც ჩანს თუ რას გამოსახავს თითოეული სვეტი. ახლა გავუშვათ ეს პრეზენტაცია და შევხედოთ როგორ გამოიყურება ეს პრეზენტაცია.